სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟ საღამო მშვიდობისა. მთავარი პროკურატურა დაკითხვაზე უკვე ვანო მერაბიშვილს იბარებს. ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ უამრავი შეკითხვა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი დავით ცინდელიანის საქმე იქნება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და დღემდე უგზო უკლოდ დაკარგულად მიიჩნევა. კვირის რეპორტაჟი ცინდელიანის საქმეს წლების განმავლობაში სწავლობდა. არსებობს ეჭვი, რომ თავდაცვის სამინისტროს უფროსი სერჟანტის როინ შავაძის მსგავსად ცინდელიანი ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს, თუმცა ოჯახს ბოლო დრომდე გამოძიება არ წმუნებდა, რომ მათი შვილი ცოცხალია. ნათია თვიძე არკვევდა, ვისი გვარები ფიგურირებს ამ სკანდალურ გატაცებაში და მიდის თუ არა კვალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტამდე. გელოდები შვილო, უდანაშაულო დასჭილი, უგზო უკლოდ დაკარგული ჩემი დავითი დედა. დამიბრუნდი შვილო, შენ დანაშაული არაფერი არა გაქვს, ვინ გაგწირა ასე შვილო. 4 წელი და 3 თვეა შვილის ცარიელ საწოლს ეფერება და იმედს არ კარგავს, რომ დათოს ცოცხალს კიდევ ნახავს. თამარ არღულიანი 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული დავით ცინდელიანის დედაა. ამდენ განსაცდელი შევეგუები, თუ შევშიდობით დამიბრუნდი თუ არა და ჩვენი ოჯახი ამოწყვეტაზე გაწყდა ჩვენი წინსვლა, ჩვენი ბედნიერება იმ დღიდან რაც შენ დაგვეკარგე შვილო, სათხარ უბედურ დღეს სათხარ შვილო. ცინდელიანების ოჯახი მოლოდინსა და გაურკვევლობაში 2008 წლის 16 აგვისტოდან მოყოლებული ცხოვრობს. ოჯახი მოითხოვს სახელმწიფომ პასუხი გასცეს ერთი შეხედვით მარტივ შეკითხვას. ცოცხალია თუ მკვდარი დავით ცინდელიანი? ამ ჭუბერია რა საიდუმლო უნდა გადაეცა მისმისთვის რა. დათომ რა საიდუმლო იცოდა რა. რა უნდა ეცოდნოდა, მათთან ამუშევარი იყო. მაგრამ ამათი წინამდეგი რო იყო არჩევნებზე, იმაზე, ამაზე, ამათ მიუვარდა იქ უშუალების ხალხს. აი იქიდან გორდა ეს. დავით ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტომდე ჭუბერში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და სამეგრელო ზემოსვანეთის სატყეო სამმართველოში რეინჯერად მუშაობდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს 16 აგვისტოს ჭუბერში ტყის მცველებს შეატყობინეს, რომ დღის 3 საათზე ქუთაისში საგანგებო თათბირზე აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყვნენ. გზაში მათ საეჭვო სიხშირით ტელეფონით უკავშირდებოდნენ და მათ ადგილსამყოფელს კითხულობდნენ. ლეგერ გამიკვირდა რის თათბირია, ტანკები აქ იდგენ საირგიევთან და ცხაკაია და ეს სულ რუსები დადიან ერთი პოლიცია და ეს არ იყო ამ გზაზე არაფერი, ყველა განარღებული რა ვიცი. და რის თათბირი, მაგრამ თათბირია რაღაც დავალება და თუ არა და განცხადება დაწერეთ, ვინც არ წამოვა. ჩხარა მივდიოდით. დარეკეს ზუგდიდ რო ჩავედით, სანამ ხართ მოსულია. უთხარით აქამდე. ცოტა ხანი კიდე დარეკეს, სანამ ხართ მოვიდი, აქამდე ვართ მოსული. ასე სამტრედიაში უკვე ჩვენი ამ ხალხი აქეთ შევხვდება. შეიძლება ხდება, უკვე ჩატარდა თათბირი და აბა რა იყო, ხელი მოგვაწეს რაღაც ბლანკებზეო და გამოგვიშვეს რა პირველი რაზე დაგვიბარეს. მაშინ გადავრეკეთ. მაშინ ჩვენს უკან დავბრუნდები, მან გიამ გადარეკა, რა გვინდაო ჩვენო? აუცილებლად ჩამოდითო. გიცდითო. ახლა სამართლის უფროსი ესენი ყოლა და გიცდიდნენ იქ. და ჩამოსულიყო ლაშა ჭყადოა ჩვენ დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე ამინაშვილია ბადრი, ესენი რეკავდნენ. ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც ვიდეო თვალით აღჭურვილი ობიექტებიც იყო, სატყეო სამმართველოს ზუსტი მისამართის გასაგებად ჭუბერელმა ტყის მცველებმა მანქანა გააჩერეს. ამ დროს მათ ავტომობილს წინა და უკანა მხარეს 2 ავტომანქანა ამოუდგა. იქიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები გადმოხდნენ და გზავრების ვინაობა იკითხეს. ამის შემდეგ მათ მანქანიდან მხოლოდ დათო ცინდელიანი გადაიყვანეს. მამამ ზაურ ცინდელიანმა, რომელიც საკუთარი შვილის გატაცების თვითმხილველი იყო, იკითხა სად მიყავდათ. მათ უპასუხეს, რომ გაყოლოდნენ სამმართველოში და ტერიტორია სწრაფად დატოვეს. ცინდელიანის მამამ და მეგობრებმა გაკიდება გადაწყვიტეს, მაგრამ ავტომანქანის გასაღები ამოწლილი დახვდათ. მუშურობამ დაავალას, რომ მოეწია თათბირი ამის დაჭერის გულის, იმიტომ რომ ზუგდიდანში რას დაჭერა თელ რუსობა იქ იდგა. აქეთ კიდე ტანკები იდგენ და ქუთაისს აქეთ. და ქუთაისში მინდოდა დაგვიბარეს. და ის ბლანკები, სადაც ხელი მოაწერეს, ამის დაესწრო თათბირს. მე ჩვენი მღამეს იქ დავრჩით, იმიტომ რომ უკან არ წამოვედით, ვეძებდით.
და ის სამართალოში მივედით და იქ დავრჩით და შემთხვევით იმ ოთახში შევედით. და ბლანკები აყრია ასე, ხა მოწერილია მათი, ისე არ ჭირდებოდა ეს ბლანკები. 16 აგვისტოდან დავით ცინდელიანი გაქრა. გამოძახებულმა პატრულმა მაშინ ოჯახს უთხრა, რომ ყველა გზა გადაკეტილი იყო და დავით ცინდელიანს აუცილებლად იპოვიდნენ. ვიდეოთვალის გახსნის მოთხოვნის შემდეგ კი გამოძიებლებმა განაცხადეს, რომ ვიდეოთვალი რატომღაც იმ დღეს არ მუშაობდა. ოჯახს ახლობელმა მეორე დღესვე მიაწოდა ინფორმაცია, რომ დათო ქუთაისიდან პირდაპირ თბილისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში გადაიყვანეს. მაგრამ დავით ცინდელიანი რეგისტრაციაში არც ქუთაისის პოლიციის სამმართველოში, არც მოდულში და არც რომელიმე საპატიმრო დაწესებულებაში არ გაუტარებიათ. მას ოფიციალურად არც საქართველოს საზღვარი გადაუკვეთია. სამართალდამცავებმა გამოძიება ცინდელიანის დაკარგვის ფაქტზე დაიწყეს, თუმცა დღემდე არ განუხილავთ ვერსია, რომ საქართველოს მოქალაქე ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს. 2008 წლის 16 აგვისტოდან დღემდე დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმეზე მე-6 გამომძიებელი მუშაობს. რეგისტრაციაში არ იყო და საერთოდ იმ წამიდან, რაც მანქანაში დაიძრა, იმ წუთიდან დათო ცინდელიანის კვალი არსად არაჩვენს. და რაც არ უნდა გასაოცარი უნდა იყოს, ფიგურირებს თავდაპირველად და პირველი დღიდანვე ფიგურირებს ის აზრი გამოძიების მიერ, რომ დავით ცინდელიანი ცოცხალია და გასულია საქართველოდან. რის საფუძველზე არწმუნებდნენ გამომძიებლები ოჯახს, რომ დავით ცინდელიანი ცოცხალი იყო, უცნობია. ადვოკატი მანანა ჩხეტიანი მოითხოვს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება მეტყევეთა მაშინდელი საგანგებო თათბირის ინიციატორის ლაშა ჭკადუას დაკითხვით დაიწყოს. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ეს არის ძალიან ადვილი გამოსაძიებელი საქმე, იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ცინდელიანი და მამამისი, სატყეო მეურნეობის დირექტორი გია ანსიანი და სხვები ჭუბერიდან ქუთაისში წამოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური გამოძახების შედეგად, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გამოძახებით. და გზაში მათ ოფიციალურად ამოწმებდნენ, სად იყვნენ და როდის მოაღწევდნენ ქუთაისის სატყეო დეპარტამენტში. და მე რომ მკითხო, დღეს გამოძიება პირველ რიგში უნდა დაიწყოს ამ დეტალიდან და კვალი ალბათ მეგონა რა მოხდა რეალურად სინამდვილეში. ლაშა ჭკადუა 2008 წელს სატყეო სამსახურს ხელმძღვანელობდა და მეტყევეებთან საგანგებო შეხვედრა სწორედ მან მოითხოვა. ჭკადუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იმ დღეს რეინჯერები ტყეებში ომით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო შესაბამისი მითითებების მისაცემად დაიბარა. ამ თათბირიდან ცოტა ხნის შემდეგ ლაშა ჭკადუა სამცხი ჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა. ჩვეულებრივად ჩვენ მოვიწვიეთ დასავლეთ საქართველოს ძირითადად იმერეთი, გურია და სამეგრელოს სატყეო სამმართველოები დავიბარეთ საგანგებო სიტუაციაზე და გადავსვენებთ, რომ ყველანაირად სამსახური არ უნდა დაენებებინა და ჩვეულ რეჟიმში ჩამოშავა. დიახ. და ამასთან დაკავშირებით იყო თათბირი. დავით ცინდელიანის გატაცებიდან 2 თვის შემდეგ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა როგორც ჟურნალისტებს თავად განუცხადა, ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა. მას შემდეგ კი რაც კვირის რეპორტაჟმა რეინჯერის გატაცების შესახებ პირველი სიუჟეტი მოამზადა, ვანო მერაბიშვილის უწყებამ დავით ცინდელიანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 10,000 ლარიანი ჯილდო დააწესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. რაც შეეხება დავით ცინდელიანს, ის გაუჩინარებულია. ვინ არის ცინდელიანი? დავით ცინდელიანის ოჯახი ვარაუდობს, რომ ქართული სპეცსამსახურების დაინტერესების ერთ-ერთი ვერსია შესაძლოა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის დის, ნორა კვიციანის ოჯახთან კონტაქტი გამხდარიყო, რადგან კოდორელ ნათესავებს დავით ცინდელიანი ტელეფონით ხშირად უკავშირდებოდა, მათ შორის 2008 წლის ომის დროსაც. დავით ცინდელიანის გაუჩინარების დაუდასტურებელი კიდევ ერთი ვერსია ისიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ისევე როგორც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს 2010 წელს ჩეხეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ალანიამ კვირის რეპორტაჟსაც მიაწოდა, სადაც ის დავით ცინდელიანის ბათუმში ჩაყვანისა და მისი მკვლელობის შესახებ საუბრობდა. აგვისტოს ომის დროს კუდმა ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის გაშიფვრის დროს დავით ცინდელიანის სიტყვები ამოიღო, სადაც ცინდელიანი ერთ რუს გოგოსთან საუბრისას ბორჯომის ხეობაში ქართული ტანკების თაობაზე საუბრობს. იმ ინფორმაციიდან, რომელსაც მე ვფლობ, ეს გოგოსთან ლაზღანდარებისას წამოსცდა. კუდმა ამ სატელეფონო საუბარს შპიონაჟის კვალიფიკაცია მისცა.
დავით ცინდელიანი გარემოს დაცვის ინსპექციაში მუშაობდა და პრინციპში მეტყევეებისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია. ასე რომ ამის გამო სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნება დაბრალდა. თბილისიდან ქუთაისში დავით ცინდელიანის დასაკავებლად კუდის სპეცრაზმი გაიგზავნა. ცინდელიანი სამსახურში თათბირზე დაიბარა თავისმა უფროსმა და როდესაც მანქანა გააჩერა, კუდის თანამშრომლებმა მანქანიდან გამოათრიეს და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დროს ცენტრალური გზატკეცილი სენაკი თბილისი ოკუპირებული იყო. ამიტომ სპეცრაზმი დაკავებულთან ერთად ახალციხე ბოგდანოვკა წალკის შემოვლით გზით თბილისისკენ გაიმგზავრა. ამ დროს კი პირველი დაკითხვა გზაზე განხორციელდა, სადაც დავით ცინდელიანმა აღიარა, რომ ეს რუსი გოგო რამდენიმე წლის წინ გაიცნო და რომ ეს ინფორმაცია საუბრისას წამოწდა, მაგრამ არა შპიონაჟის მიზნით. მოკლედ შპიონაჟი არ აღიარა. კუდის სპეცნაზი გზაში იყო, როდესაც ბრძანება მიუვიდათ ბათუმისკენ შეტრიალებულიყვნენ და დაკავებული დავით ცინდელიანი ჩაეყვანათ ბათუმში. სპეცნაზში ამ ბრძანებამ გაკვირვება გამოიწვია, მაგრამ ბრძანება შეასრულეს. ბათუმში ჩასვლის შემდეგ დაკავებული გადასცეს ბათუმის კუდის სპეცნაზს მეტსახელად მაიმუნას მეთაურობით. დავით ცინდელიანი კატერზე დასვეს, გაიყვანეს ზღვაში და თავში ერთი გასროლით მოკლეს. შემდგომ მოაბეს სიმძიმე და გვამის ზღვაში გადააგდეს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ თბილისიდან გაგზავნილი სპეცრაზმით შოკში იყო ბათუმელი კოლეგების ასეთი ქმედებით. არავინ არ ელოდა ასეთ დასასრულს. საუბარია იმაზეც, რომ ბათუმის კუდის თანამშრომლები ასეთ ქმედებას ზემოდან ბრძანების გარეშე არ გააკეთებდნენ. ამ წერილს რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. ადვოკატის ინფორმაციით არ დაკითხულა არც ერთი ადამიანი გატაცების თვითმხილველების გარდა. ქართველი ემიგრანტი გიორგი ალანიაკი დღესაც აცხადებს, რომ ანონიმური წყარო, რომელიც მას ეკონტაქტებოდა, როგორც ჩანს, ქართულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი იყო და მან საკუთარი უსაფრთხოების გამო ვინაობის გამჟღავნებაზე კატეგორიული უარი თქვა. ძალიან დეტალურად არის ახსნილი ბათუმში ჩაყვანის მომენტი, ძალიან დეტალურად არის ახსნილი. თვითონ მკვლელობის მომენტი, რომ უბრალოდ ეს როგორ მოხდა და რანერად იყო მე მოცილებული გამით ასე შემდეგ რა. ფაქტობრივად ესე იგი წერიდან გამომდინარე ისჭება შტაბიშტილება, რომ ადამიანი ან მანდი იყო თვითონ ან დააქვს ეს ინფორმაცია პირდაპირ იმ ადამიანისგან, ვინც მან თვითმხილველი იყო რა. ასეთი დეტალებში მე არ ამგონი, რომ ვინმე მახსნას ეს. ის საკმარისია, აი რაღაცა მიახლოებით მიქიქებაც კი რომ მიხვდნენ, რომ ეს ჩემი გამოგზავნილი არის ასე. ამ შემთხვევაში უბრალოდ ესე იგი სიკვდილი არ ამცდება. თუ ეს ვერსია სინამდვილეა, მაშინ ისმის შეკითხვა. ვინ გააგზავნა დავით ცინდელიანის სახელით წერილი გატაცებიდან 10 დღეში ერთ-ერთ სოციალურ ქსელში? ჩვენ მოგაწოდეს ინტერნეტ მიმოწერა 16 აგვისტოს გაუჩინარებულ დავით ცინდელიანსა და ერთ-ერთ ქალბატონს შორის. წერილები 2008 წლის 23 და 25 აგვისტოთი თარიღდება. ერთ-ერთ წერილში ქალბატონს თითქოს დავით ცინდელიანი პასუხობს. რაღაც პრობლემები შემექმნა. ამიტომ მობილურით ვერ ვსარგებლობ. ამჟამად ახლობლის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ვცხოვრობ. ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ. მიხარია რომ გახსოვარ და არ დამივიწყე. აბა კარგად. გაუჩინარებული მოქალაქის ეს მიმოწერა, რომელიც წერს, რომ პრობლემების გამო მობილურით ვერ სარგებლობს და კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობს, სერიოზულ ეჭვებს აღძრევს. ვინ მისცა ცინდელიანს მაშინ კომპიუტერით სარგებლობის უფლება? დავით ცინდელიანის ნათესავები ეჭვობენ, რომ ეს მიმოწერა პოლიციელების დადგმულია და მათ ცინდელიანის სახელით წერილები კვალის ასარევად გააგზავნეს. თითქოს ის ცოცხალი და უვნებელი იყო. მეჭვება რომ ის ანცემაში შემოვიდა და გამოვარდა კიდევაც, მაგრამ ფელში წაიყვანეს. დახვრიტეს, ქვაჩააბეს და წყალში ჩაძირეს. ანუ ალბათ იმედი ჰქონდათ იმის, რომ ამას ნათელი არასდროს არ მოეფინებოდა. თორემ ეს ცინიზმი იყო მერაბიშვილის მხრიდან. ჯერ რო გაიგრო და თუ დავით ცინდელიანი ვინ არის? ჩვენთვის ცნობილი არაფერი არ არის, როცა მისცი, მის დაკუმენტებაში მყოფი, მისი დავალების გარეშეც არ მოხდებოდა, ხო? და იმის საბათ იყო შირმა ის 10000 ლარი გამოცხადებული, ვინც მის ადგილსამყოფელს და მის ვინაობის შესახებ რაღაცას ცნობას მიაწვდა. ანუ სამხილები არის, ანუ ამ საქმის გამოძიება არ უნდა შეადგენდეს რამე სიმძიმეს. დავით ცინდელიანის ბიძამ ოთარ ვიბლიანმა განცხადება საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის სახელზე უკვე შეიტანა. განცხადებაში ჩამოთვლილია კუდის რამდენიმე მაღალჩინოსნისა და სპეცდანიშნულების რაზმის ზოგიერთი წევრის ვინაობა, ვინც ოჯახის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დავით ცინდელიანის გატაცების საქმეში მონაწილეობდა. თუმცა ისინი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე
სავარაუდო ეჭვმიტანილების ვინაობის გახმაურებას ჯერ არ აპირებენ.